გამარჯობა მეგობრებო, აი მე ისევ თქვენთან. ახალი და საინტერესო ქართული ამბებით. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. მოდი საახალწლო ეპიზოდებში გავაკეთოთ ერთი კარგი გათამაშება. მადლობა ჩვენ სპონსორს კროკოს ამისთვის. ახალ წელს ისე არაფერი უხდება როგორც საჩუქრები. არა, თოვლიც უხდება, საცივიც, ღვინოც, მაგრამ საჩუქრები მაინც უცხოა. ჩვენი სპონსორი ასკანელიც მზად არის მშვენიერი სასმელები გაჩუქო. ასე რომ რაღაც ელოდებით. მოკლედ დავიწყოთ. დამწყები მწერალი ლუკა რაზიკაშვილი. იმ დროს, როცა ვაჟა-ფშაველა 14-15 წლის ბიჭი იყო, ანტონ ფურცელაძე უკვე სახელმოხვეჭილ მწერლად მიიჩნეოდა და დიდი პატივითაც ეპყრობოდნენ მაშინდელ საზოგადოებაში. ერთხელ მეგობართან ერთად მისგანვე შეგულიანებულმა ვაჟამ თავისი ხელნაწერი ლექსების რვეული ანტონ ფურცელაძეს წაუღო. იქნებ დამდოს პატივი და წაიკითხოსო. ანტონმა ღიმილით მიიღო ახალგაზრდები. ვინაობა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. ლუკა რაზიკაშვილმა ლექსების რვეული მიაწოდა. რვეულს გარეკანზე ეწერა. ლექსები. შეთხსული ლუკა რაზიკაშვილისა. მწერალმა ბიჭებს რამდენიმე წიგნი აჩუქა და მეორე დღისთვის დაიბარა. მეორე დღეს დანიშნულ დროს მივიდნენ ლუკა და თავისი მეგობარი. ანტონმა ლუკას თავზე ხელი დაადო და უთხრა: აბა შემომხედე, შენ კარგი ვაჟკაცი ყოფილხარო. დიდხანს ელაპარაკა. ზოგიერთი ლექსის შინაარსიც განიხილა. მერე ლუკას რვეული დაუბრუნა და უთხრა: რვეულზე წარწერა რო გაქვს, შეთხსული. ეგ წაშალე და უბრალოდ ლექსები ლუკა რაზიკაშვილისა დააწერეო. თან გაიხუმრა. როცა დიდი პოეტი გახდები, აი როგორც ილია ჭავჭავაძეა, მაშინ დააწერე შენს ლექსებს შეთხზული ლუკა რაზიკაშვილისა. ეს ცოტათი ეწყინა ლუკას, თუმცა არაფერი უთხრა. გარეთ გამოსვლის შემდეგ მეგობარიც გაეხუმრა. მართალი გითხრა დიდმა მწერალმა ანტონმა, რომელი გამოჩენილი პოეტის შენ ბრძანდები შეთხზული რომ დააწერეო. ხმაწვილ ვაჟას არაფერი უპასუხია. ხარი გაუკრავს და წასულა. გავა დრო და ილია ჭავჭავაძე იტყვის: დროა კალამი დავდოთ და ვაჟა-ფშაველას დაუთმოთ ასპარეზი. მოხუცი ქალი და 9 აპრილი. ჯემალ ბაშარულის წიგნში 9 აპრილი ნანახი და განცდილი ასეთ ისტორიას ვკითხულობთ. მე სიტყვასიტყვი წაგიკითხავთ. კინოთეატრ რუსთაველის წინ რაღაც ჩოჩქოლი შეიქმნა. რამდენიმე კაცმა რომ იტყვიან თავქუდმოგლეჯილმა ჩაირბინა. მათგან ერთ-ერთი მთელი ხმით გაჰყვიროდა. არიქა თავს უშველეთ ტანკები მოდიანო. პანიკაში ჩავარდნილები ვერ გაერკვნენ სინამდვილეში რა ხდებოდა. აყვნენ ფეხის ხმას და შეიქმნა ერთი გადარბენა. გაქცეულთა ტალღაში მოყვა ერთი გამხდარი მოკლედ მასშეჭრილი ჭაღარათმიანი ხანში შესული ქალი. მან ვერ აუწყო ფეხი გადარბენაში მონაწილეებს და წაიქცა. ამ უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალბატონის მშველელი არავინ ჩანდა. ყველა ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად გასვლო და იქაურობას. ბოლოს მაინც გამოჩნდა ღვთისმიერი ადამიანი, ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც გვერდით ჩაურბინა წაქცეულს. უცებ უკან შემობრუნდა, თვალის დახამხამებაში დასწვდა, წამოაყენა და ხელი აღარ გაუშვა. სანამ სამშვიდობოს არ გაიყვანა. კინოთეატრის წინ სულის მოსათქმელად ჩამომჯდარი ქალბატონი კაიხანს ლოცულობდა ამ გოგონასთვის. ამასობაში მასთან რამდენიმე ქალი მივიდა და ურჩია სახლში წასულიყო და იქ დაესვენა. რაზეც სასტიკი უარი მიიღეს. უფრო სწორად იწყინა კიდეც და გაბრაზებულმა მიმართა მათ: არა შვილო, სახლში რა მინდა? განა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მარტო ახალგაზრდების საქმეა? თუ კი დარბევამდე მივიდა საქმე, იქნებ ჩემმა ჭაღარამ გააღვიძოს მათში დედაშვილური სიყვარულის გრძნობა და ხელი აიღონ თავიანთ განზრახვაზე. თუ არა და მაშინ მე პირველი აღუდგები წინ მოძალადეებს და ამით იქნებ ვიხსნა რომელიმე ახალგაზრდის სიცოცხლე. მათ ხომ ცხოვრება ჯერ კიდევ წინა აქვთ. მე კი დასაკარგი არაფერი მაქვს. ბედნიერი ვარ რომ მოვესწარი იმ დღეს, როცა შესაძლებლობა მომეცა თავი გამეწირა ჩემი სათაყვანებელი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. როცა 9 აპრილს დაღუპულების სურათები ვნახე, წერს ავტორი. ერთ-ერთ მათგანში შევიცანი ის ჭაღარათმიანი, ხანში შესული ქალბატონი, რომელმაც არაფრად ჩააგდო მოსალოდნელი საშიშროება. ვერც თავისი ჭაღარით ვერ მოულბო გული მოძალადეებს და მართლაც რომ მსხვერპლად შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობას. შევყურებდი სურათს და ჩამესმოდა სამშობლოს წინაშე ვალმოხტილი ქალბატონის სიტყვები: სახლში რა მინდა შვილო? თავისუფლებისთვის ბრძოლა განა მარტო ახალგაზრდების საქმეა? გამოგვეხმაურეთ კომენტარებში თუ ვინმემ ამ ისტორიაში თქვენი ნათესავი, ახლობელი ან მეზობელი ქალბატონი ამოიცანით. ვიცოდეთ მისი სახელი. თურქის სტუმარი. ამ ამბავში მოგიყვებით თუ რა დავმართეთ თურქ სტუმარს საქართველოში. ოდნავ დაგასპოილერებთ, ღვინოს დავისხამ. ეს ასკანელის მწვანეც მშვენიერია. თურქი იუმორისტი მწერალი აზიზ ნესინი საქართველოს საბჭოთა პერიოდში ესტუმრა.
რაც დავმართეთ ალბათ არც ისე რთული გამოსაცნობია. ზოგადად ღვინის მწარმოებელი ქვეყნიდან როცა გვსტუმრობენ, ასე თუ ისე ღვინოს იტანენ. აი თურქეთიდან ჩამოსულ სტუმრებს რა თქმა უნდა ძალიან უჭირთ. არა მარტო თურქებს, ზოგადად ისლამური სამყაროს წარმომადგენლებს. თურქეთი ჯერ ერთი ის ქვეყანა არ იყო, რომელიც ღვინოს აწარმოებდა და მეორეც ხალხს მაინც და მაინც არ ჰქონდათ ჩვევაში ალკოჰოლთან ერთად ცხოვრება. ჩვენ კიდევ რაში გვაინტერესებს საიდანაა სტუმარი. სტუმარია, სტუმარი ღვთისაა. ასე რომ სვავდა თუ არ სვავდა, მაინც და მაინც არ გვაინტერესებდა. ჩვენ როგორც ყველა დანარჩენ სტუმარს, თურქ მწერალსაც შესაფერისი პატივი ვეცით. თურქეთში დაბრუნებისას აზიზ ნესინს კითხეს, როგორი ქვეყანაა საქართველო? მწერალმა კი ასეთი უცნაური პასუხი გასცა. საქართველოზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ქართულ სახლებში მაღალი და ლამაზი ჭერი აქვთო. მაღალი და ლამაზი ჭერი? ნეტა რას უნდა ნიშნავდეს? საინტერესოა რა? აი რას გულისხმობდა ეს მოგვიანებით გაირკვა. ახლა გეტყვით რა მომხდარა. საქართველოში სტუმრობის პირველივე დღიდან სტუმრისთვის ღვინის სმა დაუძალებიათ. ისიც უარს ვერ ეუბნებოდა სტუმართმოყვარე ქართველებს. შემდეგ დღეებში სტუმარს უკვე ყანწებით შეაპარეს და სხვადასხვა განსხვავებულსაც ასმევდნენ. იმასაც სხვა რა გზა ჰქონდა, ცლიდა სასმისებს როგორც შეეძლო. თვითონ ისედაც ტანდაბალი ყოფილა მწერალი და სმის დროს ხშირად უწევდა თავის მაღლა აწევა. აბა შუამდე ხო არ დალევდა ყანწებს. ბოლო წვეთამდე უნდა დაელია. ბოლომდე ბიჭო, ბოლომდე! ამიტომ ჭერის გარდა ვერაფერს ვერ ხედავდა ჩვენი სტუმარი. ამიტომაც იყო რომ თვრალ თურქ სტუმარს მხოლოდ ჭერი ამახსოვრდებოდა. ისე მე თუ მკითხავთ ღვინოს სულაც არ სჭირდება დაძალება. ასე რომ ფრთხილად უნდა მიუდგეთ ყველა სტუმარს, თორე შეიძლება აქედან წასულმა ამ თვალწარმტაცი ქვეყნიდან მხოლოდ ჭერის დამახსოვრება შეძლოს. მეჩეთში შეპარული კინტო. ვისაც ძველი თბილისური ამბების მოსმენა გიყვართ, მოემზადეთ. ახლა სწორედ ერთ-ერთი მათგანი უნდა მოგიყვეთ. ასეთი კინტო ცხოვრობდა თბილისში, ჰაჯიას ეძახდნენ. მთელი ქალაქი იცნობდა. როგორც თბილისის სულს და გულს. შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონია ჰაჯიას. ხშირადაც ახერხებდა თავისი ხუმრობებით ხალხის გაცინებას. მას პატივსაცემად შეარქვეს ქალაქ თბილისის კინტოების გუბერნატორი. მისი ნამდვილი სახელი და გვარი კი იყო ვანო ავგაროზიშვილი. პატარა ვანო 10 წლის დაობლებულა და დარჩა ქუჩის ამარა. თუმცა არ დანებდა ცხოვრებას და ზრდასრული უკვე კუნთმაგარი თბილისელი ვაჟკაცი იყო. ვანო მეიდნელმა კინტოებმა შენიშნეს და გვერდზე დაიყენეს. ერთ დღეს კი ვანომ ახლობელი კინტოებისგან ასეთი შემოთავაზება მიიღო. უფასოდ გაჩუქებთ თაბახს, სასწორს და კალათას. ასევე თავდებად დაგიდგებით ვაჭრებთან, რომ ნისიად გამოგატანონ გასაყიდი ხილბოსტნეული. სანაცვლოდ კი ვანო უნდა ასულიყო მინარეთზე და იქიდან ევრერა. ახალგაზრდა ვანოც სიამოვნები დათანხმდა. დანიშნულ დღეს მეტეხის და ალვაბრის ხიდები გაივსო. სეირის მაყურებელი ხალხი. ვანოს როგორღაც მოეტყუებინა მეჩეთის დარაჯი და მინარეთზე აპარულიყო. იქიდან კი იმ დროისთვის ცნობილი სიმღერა შემოძახა. ჯიგი ჯიგი, ვახე ვახე, ავადავარ, მოდი მნახე, თუ დალაქმა ვერ მიშველოს, საყვარელთან წამიყვანე, თუ რომ ისიც ვერ მიშველის, გომართელთან მიმიყვანე. გომართელი იმ დროისთვის ცნობილი ექიმი იყო. აი ამ სიმღერას გაჰკიოდა მთელი ხმით ვანო მინარეთიდან. სეირის მაყურებლებმა კი ატეხეს ხარხარი. თუმცა ქუჩაზე მომუშავე მუსლიმ ყასპებს სულაც არ ეცინებოდათ. მათ სასწრაფოდ ატეხეს განგაში და ხანჯლებით შეცვირდნენ მეჩეთში. ამის შემხედვარი კინტოებმა ყვირილი დაიწყეს. ვანოჯან, შენს მოსაკლავად მოდიან თავს უშველეო. ვანო თითქმის 5 მეტრის სიმაღლიდან იქვე დებარე სახლის სახურავზე გადახტა. კინტოებმა ვანოს პირობა შეუსრულეს. ვანოს კი ჰაჯი დაარქვეს. ჰაჯია ვანოს ეძახდნენ. მუსლიმ თბილისელებთან როგორ დაალაგდა ამბავი, რთული გამოსაცნობი არ არის. ისინიც თბილისელები იყვნენ. კარგად გაარღვიეს ვანოს ამბავი, აპატიეს და იმავე საღამოს თბილისელმა ქრისტიანებმა და მუსლიმებმა კარგი მამაპაპური ქეიფი გამართეს ტივზე. მოკლედ აი ეს ამბები მოგიმზადეთ დღეისთვის და თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ვიდეო. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.